და ახალ ქრონიკის შეკითხვებს თავად ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატი ამირან გამყრელიძე უპასუხებს. საღამომშვიდობის ბატონო ამირან. საღამომშვიდობის. მადლობა რომ მონაწილეობთ გადაცემაში. პირველი შეკითხვა საქართველოში უმუშევრობის კომპენსაცია დაწესდება. ჩვენ ვნახეთ ახლა სიუჟეტი. თქვენი ეს განცხადება შეიძლება ითქვას, რომ ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მოსახლეობისათვის. ხალხი ელოდება დაპირებების შესრულებას, რომელიც ძირითადად სოციალურ საკითხებს შეეხება. უმუშევრობის კომპენსაცია, ანუ როდის იწყებთ ამ თემაზე უმუშევრობას და თუ არის კონკრეტული გეგმა უკვე? მოგესალმებით კიდევ ერთხელ, რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ ცოტა მაპატიეთ და გიპერბოლიზირება მოხდა იმისა, რაც მე გუშინ პალიტრა ტივის ეთერში კითხვაზე უპასუხე, იმიტომ რომ მე მთლად ასე არ მithქვამს, რომ უკვე ეს დაიწყება. მე ვთქვი, რადგან ჩვენი სამინისტრო გახლავთ შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, შრომითი ურთიერთობის საკითხები, დასაქმების პოლიტიკის საკითხები და განსაკუთრებით კი შრომის კოდექსის მოდიფიცირებისა და განვითარების საკითხი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი იქნება სამინისტროს მუშაობის და იქ ერთ-ერთი სეგმენტი, რა თქმა უნდა, შრომითი პოლიტიკის და დასაქმების პოლიტიკის არის უმუშევართა აღრიცხვა, უმუშევართა კომპენსაციების მექანიზმების შესწავლა და დაწესება, მათი გადამზადების პოლიტიკის შემუშავება, რათა უმუშევრებმა უფრო ადვილად იპოვონ სამსახური, მათთვის შესაბამისი და რა თქმა უნდა, როდესაც ადამიანი კარგავს სამსახურს, იყოს მისთვის შესაბამისი კომპენსირების მექანიზმი. თუმცა ბატონო ამირან ალბათ ამ ფრაზამ გამოიწვია ძალიან სერიოზული რეაქცია და ბუნებრივია ეს რეაქცია საზოგადოებრივი. ანუ იდეის დონეზეა ჯერ როგორც მე ვხვდები ეს თუ არა, რა თქმა უნდა, არა, იდეის დონეზე ეს არის მიღებული მექანიზმი ყველა ცივილიზირებულ ქვეყანაში. იმ ქვეყნებისკენ საითკენად ჩვენ მივდივართ ევროკავშირში გვინდა ხო ჩვენი მთავარი პოლიტიკური მიმართულება არის ევროკავშირში გაერთიანება. ევროკავშირის ყველა ქვეყანაში ამ ტიპის მექანიზმები შრომით ურთიერთობებში და შრომის და დასაქმების პოლიტიკაში არის, სადაც მოხდება უმუშევრების აღრიცხვა, მათი გარკვეული პერიოდის განმავლობაში გარკვეული კომპენსირება თუ უმუშევრობის შემწეობის გაცემა და ასე შემდეგ. ამიტომ ამაზე ახალმა კაბინეტმა და ახალმა მთავრობამ მსჯელობა უნდა დაიწყოს. ეს იყო მხოლოდ ჩემი გამონათქვამი, როგორც ამ სამინისტროს, არა ვარ მე მარტო ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატი, მე ვარ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატი. ამიტომ შრომის ნაწილი ამ სამინისტროში, რომელიც სამწუხაროდ ბოლო 5-6 წლის განმავლობაში საკმაოდ ნიველირებული იყო, ეს უნდა წამოვიდეს წინაპლანზე და ქვეყნის ეკონომიკურ ბლოკთან ერთად და რა თქმა უნდა კაბინეტთან ერთობლიობაში ამ საკითხზე მსჯელობა უნდა დაიწყოს ქვეყანაში. კი ბატონო. გადავიდეთ სხვა თემაზე. თქვენ თქვით, რომ ქვეყანა სერიოზული საპენსიო რეფორმის აუცილებლობის წინაშე დგას. მოდით პირდაპირ კითხავთ, თუ გაქვთ უკვე შემუშავებული გარკვეული შეხედულებები, შეფასებები გეგმის სახით, რამდენი გახდება პენსია და როდის მიიღებს ხალხი ამ დაპირებას? ანუ როდიდან შეიძლება უკვე ამაზე რეალური საუბარი დაიწყოს? ეს საკითხიც დავყოთ ორ ნაწილად. კი ბატონო. საკითხი ეხება პენსიების ზრდას, რომელიც გაცხადებული იყო კოალიცია ქართული ოცნების საპროგრამო დოკუმენტში, რომელიც თანდათანობით უნდა დაუახლოვდეს საარსებო მინიმუმს. და ეს დამოკიდებულია სწორედ თუ როგორი გვექნება ჩვენ ბიუჯეტური მოწყობა და როგორი იქნება ბიუჯეტი ქვეყნის და სისწრაფე ამ დაახლოების დამოკიდებული იქნება ამაზე. ხოლო რაც შეეხება საპენსიო რეფორმას, აქ მე ვგულისხმობ სხვა საკითხს, იმიტომ რომ ის პენსია, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს, ეს არ გახლავთ ნამდვილი პენსია თავისი არსით. ეს გახლავთ სოციალური დახმარება. ნამდვილი პენსია დამოკიდებულია თქვენს შრომის სტაჟზე, თქვენს გამომუშავებულ თანხაზე და ბევრ სხვა კომპონენტზე. ანუ ჩვენ თანდათანობით უნდა გადავიდეთ და მოვამზადოთ სერიოზული ანუ გაცვლები გააქვთ ბატონო ამირან, თქვათ რამდენი იქნება ციფრების სახით ეს? ეს იქნება, როცა ჩვენ გადავალთ პენსიის დაგროვებით ელემენტზე, ეს დამოკიდებული იქნება თქვენს მიერ, თქვენი შრომითი ისტორიის განმავლობაში, თქვენს შენატანზე, თუ რამდენი შეგაქვთ საპენსიო ფონდებში. ამიტომ უნდა განვასხვაოთ ის, რაც დღეს ფიქსირებული, თქვათ, პენსიას ვეძახით ჩვენ, მაგრამ სინამდვილეში ეს არის სოციალური დახმარება და ეძლევა მოხუცებულ ადამიანებს და იქ უკვე ეს არის ბიუჯეტის შესაძლებლობიდან გამომდინარე მისი თანდათანობითი ზრდის საკითხი. რამდენით როგორ ხედავთ, რამდენით შეიძლება გაიზარდოს? როგორც გეუბნებით, მიზანი არის, რომ
ის დაუახლოვდეს საარსებო მინიმუმს და ამავე დროს პარალელურად ვიმუშაოთ საარსებო მინიმუმის გათვლის წესზე და გადავხედოთ საარსებო მინიმუმს. ხოლო რაც შეეხება ფუნდამენტულ საპენსიო რეფორმას, ეს რაც შეიძლება მალე ქვეყანამ უნდა დაიწყოს, რათა ის რა თქმა უნდა მე და თქვენ ეთერში ვერ გიყურებთ რა ასაკის ბრძანდებით, მაგრამ ახალგაზრდები ახლა ვინც ჩვენიც 30 წლის დიახ და თქვენ რომ დაიწყეთ მუშაობა 30 წლის ადამიანმა, თქვენ უკვე უნდა დაიწყოთ დაგროვება თქვენი საპენსიო შენატანისა, რომელიც უნდა გროვდებოდეს შესაბამის ნებაყოფლობით სავალდებულო თუ ნებაყოფლობით საპენსიო ფონდებში, რათა თქვენ როდესაც მოგიწევთ საპენსიო ასაკი 65 წელი, თქვენი დაგროვილი პენსიიდან თანხიდან იანგარიშება მერე ის პენსია და ის აღარ იქნება 100 და 200 ლარი, არამედ იქნება საკმაოდ სერიოზული. თუმცა ეხლა ამ ეტაპზე ვინც არიან უკვე ამ ასაკის, რა შეიძლება რომ უთქვათ, როგორც მე მახსოვს იყო კონკრეტული ციფრებით, თუ არ ვწდები, შეიძლება ვწდებოდე 220 ლარზე იყო გარკვეულწილად რაღაცა საუბარი. ესე მახსოვს იყო ასეთი განაცხადის თუ გადაისინჯება საარსებო მინიმუმი, მაგრამ ჩემის გადასახედიდან დღეს ჩვენ უნდა ვეცადოთ პირველ ეტაპზე იმ საარსებო მინიმუმთან მიახლოებას, რომელიც დღეს არის შრომის უნარიანი მამაკაცისთვის დადგენილი 155 ლარია თუ არ ვწდები დღეს ეს საარსებო მინიმუმი, ამისკენ უნდა ვისწრაფოთ და ეს დამოკიდებულია კიდევ ერთხელ ვამბობ 2013 წლის ბიუჯეტზე, დამოკიდებულია თუ რამდენად პრიორიტეტული იქნება 2013 წლის ბიუჯეტში სოციალური სფერო, ანუ ამ ministros კომპეტენციები და გამომდინარე აქედან აი ამ გზით უნდა ვიაროთ, მაგრამ კონკრეტულ თარიღს თუ როდის ეს იქნება, როდის ამდენი იქნება, ამას დღეს მაგრამ ზდარო იქნება და ვივლით ზრდისკენ ეს ერთმნიშვნელოვანი შედეგია. გადავიდეთ შემდეგ თემაზე, ანუ თქვენი სამინისტროსგან და ზოგადად ამ სამინისტროსგან არის ხოლმე ყოველთვის ხალხის მოლოდინი ძალიან დიდი, ანუ რომ თითოეული მათგანი, თითოეული მოქალაქე უზრუნველყოფილი იქნება სამედიცინო დაზღვევის უნივერსალური საბაზისო პაკეტით. საყოველთაოდ დაზღვევა, ანუ ესეც წინასაარჩევნო დაპირება იყო ერთ-ერთი. იქნება თუ არა ეს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი თქვენი მუშაობის? ეს გახლავთ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ჩემი მუშაობის. მე თვითონ განათლებით ექიმი ვარ, ამიტომ სამედიცინო სფეროს სხვა სფეროსთან შედარებით ჩვენი სამინისტროს კომპეტენციის უკეთესად ვიცნობ და თანაც მე რამოდენიმეჯერ უკვე ეთერში გავიმეორე. ჩემი ამ პოსტზე ვთქვათ დათანხმების ერთ-ერთი მთავარი პირობა გახლდათ ის, რომ პირველად ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჯანმრთელობის დაცვა მოსახლეობის გამოცხადდა ქვეყნის პოლიტიკურ პრიორიტეტად. ეს იმას ნიშნავს, რომ ჯანმრთელობის დაცვას მოსახლეობის მიექცევა ყველაზე მეტი ყურადღება. თანაც იმ ორგანიზაციაში, სადაც მე ბოლო 7 წელიწადია ვმუშაობ, ეს არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, ეს გახლავთ ყველაზე დიდი საერთაშორისო ორგანიზაცია ჯანდაცვის დარგში. მისი მთავარი პრიორიტეტია ყველა ქვეყნის სიარული უნივერსალური მოცვისკენ. ანუ ის კი არა რომ მარტო ფოკუს ჯგუფები იყვნენ მოწვეული ჯანდაცვით, არამედ უნივერსალური მოცვა, ანუ უნივერსალური დაზღვევა, თუ რასაც დაარქვათ. და კონკრეტიკა როგორი იქნება ამ შემთხვევაში, თუ არის თქვა გეგმა, როდიდან აპირებთ უკვე ამის განხორციელებას? ეს რა თქმა უნდა დაიწყოს ამის განხორციელება 2013 წლიდან უკვე. უნდა შედგეს და ამ 3 თვის განმავლობაში ბევრი იქნება მუშაობა ეგრეთ წოდებული საბაზისო პაკეტის შემადგენლობაზე, თუ რა უნდა შევიდეს აუცილებელ საბაზისო პაკეტში სამედიცინო მომსახურეობისა და ეს საბაზისო პაკეტი ყველა ადამიანისთვის უნდა იყოს ერთნაირად ხელმისაწვდომი და ამის ზემოთ უკვე უმწეოებს რა თქმა უნდა გქონდეთ კიდე დამატებითი სამედიცინო მომსახურეობა, ხოლო დანარჩენმა ადამიანებმა მე რომელსაც გვაქვს ხელფასი კიდევ საბაზისო პაკეტის ზემოთ უნდა ვიზრუნოთ ჩვენი ჯანმრთელობის. ბატონო ამირან, საზოგადოებას ამ თემაზე როდესაც არის ხოლმე საუბარი, ყოველთვის საინტერესებს ალბათ იმ დაზღვევის ბედი, რომელთაც აქამდე სარგებლობდა ნებისმიერი მოქალაქე. ეს გაგრძელდება თუ აპირებთ თქვა რომ თავიდან შემუშავოთ საყოველთაო დაზღვევის მექანიზმი თუ იქნება რაღაცა გარდამავალი ეტაპები? რა თქმა უნდა გაგრძელდება და ეს პირიქით გაფართოვდება. ეხლა იცით დაზღვეულია მოსახლეობის დაახლოებით 50%, ნიშნავს რომ ეს უნდა გაფართოვდეს საყოველთაო დაზღვევისკენ. კი ბატონო, კიდევ ერთი შეკითხვა მექნება, რა საინტერესოა რა ბედი ეწევა 100 ახალი საავადმყოფოს პროექტი, ანუ ეს საკმაოდ ხმაურიანი პროექტი იყო სხვადასხვა პერიოდებში, ჰოსპიტალური სექტორის განვითარების თემა. როგორ იქნება ამ კუთხით მუშაობა? მოგეხსენებათ, რომ ერთ-ერთი მიღწევა, რაც გახლავთ ჯანდაცვის რეფორმებისა, რაც ბოლო 6-7 წლის განმავლობაში მიმდინარეობს, გახლდათ ინფრასტრუქტურის სერიოზული გაუმჯობესება. აშენდა ეს პატარა საავადმყოფოები, საშუალო ზომის საავადმყოფოები, ის 100-ია თუ რამდენია მე ახლა ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდა სერიოზულად, მაგრამ სამწუხაროდ აქ იყო სერიოზული ხარვეზები, როდესაც ჩვენ დაგეგმვა დავიწყეთ ქვემოდან ზემოთ და არა ზემოდან ქვემოთ. ანუ თუმცა ეს იყო დადებითი ტენდენცია და აპირებთ ამის გაგრძელებას? კი, მე რა თქმა უნდა ამას ვაცხადებთ, რომ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ეს აუცილებლად დადებითი ტენდენციაა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ ამ დროს
ფილოსოფიურად, ანუ სტრატეგიულად არ მიუდექით სწორე რომ დაგეგმვა დავიწყეთ და მშენებლობა ქვემოდან ზემოთ. როდესაც საავადმყოფოსთა ინფრასტრუქტურა იგეგმება, ყოველთვის ეს იგეგმება ზემოდან ქვემოთ. ანუ ჯერ იგეგმება ეგრეთ წოდებული რეგიონული, ანუ საუნივერსიტეტო, ანუ ყველაზე დიდი მრავალპროფილური ჰოსპიტალები, სადაც არის სამედიცინო ჰოსპიტალური მომსახურებების ყველაზე მაღალი დონე და რო არის ხოლმე მილიონზე ახლობით ერთი ჰოსპიტალი. ბატონო ამირან, ჩაგეკითხებით აქვე, კიდევ ერთი ჩვენი საეთერო დრო იზღუდება.